ყოველისა ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას, ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, ხო? სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასევე პრაქტიკულადაც სალომე ზურაბიშვილს ექნება შესაძლებლობა პირისპირ ესაუბროს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ეს არის მსოფლიო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფორუმი და რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობა და აქ დისკუსიები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბრძოლისთვის. ამიტომ ჩვენ გქონდა ზუსტად აი ამ საკითხებზეც აქ საუბარი, თუ რა არის ჩვენი საერთო გზავნილები და საერთო მიდგომა. ჩვენი მთავარი ზრუნვის ობიექტი უნდა იყოს პროტესტის მონაწილეები, რომელსაც ხელისუფლების ძალადობრივი ვერტიკალი სრულიად, როგორი მეთოდებით ებრძვის, იცით ძალიან კარგად, პირში ჩაფურთხებით, გაუპატიურების მუხარით, სახლებში შევარდნით, პოგრომით, გაძარცვით და შეგროვდება პრეზიდენტთან ყველა ის მონაცემი, რასაც ჩვენ ფედერალისტები ვაგროვებთ, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ვინც ჩართულია სრულმოწმეები და ასე შემდეგ და პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენში მიდის, წავა ამ გზავნილით, რომ ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასთან თავი მოიყარა სიამ იმ ხალხისამ, ვინც უნდა დასანქცირდეს იმისთვის, რომ ჩვენი პროტესტის მონაწილეები დავიცვათ. ჩვენს ერთიან ქმედებებს აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ამ უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება მოვიპოვოთ და ვფიქრობ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ეს არის. ვისაუბრეთ მომავალ კვირაში ევროპარლამენტში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც საქართველოს შეეხება, ასევე მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ქალბატონი სალომე მიემგზავრება და შევთანხმდით ერთ საკითხზე ასევე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ სიებს იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები არიან დანაშაულებრივი სისტემის, ესე ვთქვათ, დავალების შემსრულებლები არიან. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოღონდ სწრაფი მსჯელობის, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის ადგილგზელოების თქმის. ეს პირველი. მეორე, მე ამაღამ მივფრინა სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე, სხვებიც არიან, იმედი მაქვს რომ ჩამოვლენ, მე და ზურა ჯაფარიძე მივფრინავთ კოალიციიდან, სხვა კოალიციებიდანაც იმედი მაქვს ვიხილავ ხალხს, ბუნებრივია ჩვენ გვექნება ჩვენი წინადადებები, ჩვენი სიაც მათ შორის იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები.